ბოლო 24 საათში გვაქვს სასწრაფო სიახლეები. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ირანისთვის თავის საბოლოო მოთხოვნებს აკალიბებს, თავდაცვის მდივანი ჰექსეთი მკაცრ გაფრთხილებას აძლევს. ან მიიღეთ შესანიშნავი შეთანხმება, ან ომის დეპარტამენტის წინაშე აღმოჩნდებით. და სანამ ყველა ირანს უყურებს, პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ სენსაციას ავრცელებს. ისრაელი მზადაა გაზაზე კონტროლის 70%-მდე გაზარდოს. ეს ცალკეული ამბებია თუ უფრო დიდი სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ფორმირდება. პასუხმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. მოგესალმებით გადაცემაში იერუსალიმის წუთი JNS TV-ზე, გადავიდეთ მთავარზე. პრეზიდენტმა ტრამპმა შაბათ-კვირას Fox News-თან ინტერვიუში ირანთან დაკავშირებით თავისი შემდეგი ნაბიჯები დაასახელა. გადავიდეთ მთავარზე. მაშ თქვენთვის კარგი გარიგება როგორი იქნება? პირველ რიგში არ არსებობს ისეთი გარიგება, რომელიც საკმარისად კარგია, რადგან მედია ამას გააშუქებს. და ჩვენ ვაკეთებთ შესანიშნავ გარიგებას. ჩვენ შესანიშნავ გარიგებას გავაკეთებთ, დას გავაკეთებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ დავბრუნდებით და სამხედრო გზით დავასრულებთ ყველაფერს. მაგრამ ასე უფრო სწრაფად წავა საქმე. ალბათ ჰუმანური თვალსაზრისითაც უკეთესია. ამაში რაღაცა სიამოვნოც არის. იცით, ბებს სიცოცხლეს გადავარჩენთ. მეორე მხარე იქნება თუ არა ბებს სიცოცხლეს გადაარჩენ, მაგრამ ძალიან კარგ შეთანხმებასთან ახლოს ვართ და თუ შევძლებთ, კარგი იქნება, თუ არა, მაშინ უბრალოდ ომის დეპარტამენტს მივმართავთ, როგორც ჩვენ უწოდებთ. მირჩევნია შეთანხმება მივიღო, რადგან ხელმოწერისთანავე შეგვიძლია სრუტის გახსნა. ერთი გარანტია, რაც აუცილებლად უნდა მქონდეს, არის ის, რომ ბირთვული იარაღი არ იქნება. მათ ამას დაეთანხმნენ. და ეს ძალიან საინტერესო იყო. მათ თქვეს, თავდაპირველად თქვეს, რომ ბირთვული იარაღს არ განვავითარებთ. მე ვკითხე, კარგი, მაგრამ რა მოხდება თუ ბირთვული იარაღს იყიდით? ეხლა წერია, რომ ჩვენ არ განვავითარებთ და არც არანაირად შევიდნენ სამხედრო იარაღს. ეს დიდი განსხვავებაა. ამავე დროს აშშ-ის ომის დივანი ფედ ჰექსეთი ამბობს, რომ ირანთან შეთანხმება უნდა იყოს ძალიან კარგი. მოდით ნახოთ ეს ვიდეო. ნებისმიერი შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტი დათანხმდება, ის მხოლოდ მაშინ გააკეთებს ამას, თუ დაიჯერებს, რომ ეს ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის საუკეთესო შეთანხმებაა. და მხოლოდ ერთი პრეზიდენტი იყო მზად, რომ ეს ღია თქვა. ირანს აქვს არჩევანი. შეხვდნენ პრეზიდენტს მოლაპარაკების მაგიდასთან და უარი თქვან ბირთვულ პროგრამაზე. და როგორც პრეზიდენტმა თქვა, მე დავაგვიანე. 2 დღის წინ კაბინეტის შეხვედრაზე პირდაპირ მის გვერდით ვიჯექი. მან კამერაში შეხედა და თქვა, ირანო, ან სწორად მოიქცევი და მოლაპარაკებით შეთანხმდები, ან ჩემს მარცხენა მხარეს მჯდომთან მოგიწევს საქმე გქონდეს. ეს მე ვიყავი, მაგრამ სინამდვილეში ეს არ ვარ მე. ეს თქვენ ხარ, ბიჭებო. აი ესე ალექს, ირანს აქვს არჩევანი. ან ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც პრეზიდენტს ძალიან კარგ შეთანხმებად უნდა, ან შეეჯახოს შედეგებს. პრეზიდენტი მხოლოდ იმიტომ საუბრობს ძალიან კარგ შეთანხმებაზე, რომ ხალხს დაანახოს თითქოს კარგი შეთანხმება მიიღო. ირანელები მათთვის პირველი ვარიანტია ცეცხლის ქვეშ ყოფნა, მეორე კი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა. მათ მეორე ვარიანტი სურთ, რადგან მოლაპარაკებების მაგიდასთან შანსი აქვთ. პრეზიდენტო, თქვენ გარიგებაზე საუბრობთ. ნებისმიერი გარიგების პირველი მიზანი ჰორმუზის სრუტის გახსნა და ეს პრიორიტეტია ამერიკის მოკავშირეებისთვის რეგიონში, მათ შორის კატარისთვის, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის. ისინი სურთ, რომ ეს სრუტეები გაიხსნას. გახსოვდეთ, სრუტეები ამ სამხედრო ოპერაციამდე არ იყო დახურული. და რას ნიშნავს გახსნა? ეს ნიშნავს თავისუფალ გადაადგილებას. ეს არის საერთაშორისო წყალგზა. თქვენ არ შეგიძლიათ დაუშვათ ირანელებმა სრუტეები დაბლოკონ. ასევე არ შეგიძლიათ დაუშვათ ირანელებმა გადასახადი დააწესონ სრუტეებში გამავალ გემებზე. ამიტომ ეს არის ტრამპის პირველი და მთავარი პრიორიტეტი. დაინახოს, რომ ირანელებმა ბლოკადა მოხსნეს. და შემდეგ ამერიკა გააუქმებს საკუთარ ბლოკადას, თავის მეორეულ ბლოკადას, ჰორმუზის სრუტეში. და უკვე ხედავთ ცნობებს, რომ ზოგიერთი გემი სრუტეში გადაადგილდა. მიჩნეულია, რომ გემები უკვე გადაადგილდებოდნენ სრუტეში ომანის სანაპიროსთან ახლოს, მაგრამ იმისთვის, რომ ეს წყალგზა სრულად გაიხსნას, და ვნახეთ, რომ ზოგიერთი ამ გემიდან აშშ-ს საზღვაო ფლოტის ხომალდებითაც კი იყო გაცილებული. რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება უფრო ფართო შეთანხმება, ისინი ჯერ კიდევ საუბრობენ შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც 60 დრიან გზას ხსნის მყარ ბირთვულ შეთანხმებამდე. ეს ნიშნავს, რომ ირანელებს შეუძლიათ სრუტეები გახსნან. ტრამპს მაშინვე მისცენ ის, რაც უნდა. მას სურს, რომ თავისი მოკავშირეები გაახაროს. მას სურს, რომ ნავთობის ფასები შემცირდეს როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე შეერთებულ შტატებში, სადაც ნავთობის მაღალი ფასები ამერიკელ მოქალაქეებზე და მთელ მსოფლიოში ინფლაციის კიდევ ერთ ფორმას ქმნის. ნიშნავს ეს იმას, რომ ირანი ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, ან რომ ირანი დათანხმდება ბირთვულ ამბიციებზე უარის თქმას, ან რომ თუნდაც დათანხმდეს ამ შეთანხმებას შეასრულებს. გულისხმობ, ამის შანსი ვფიქრობ უმეტესობის აზრით დაბალია.
ასე რომ ეხლა ტრამპი ცოტა რთულ მდგომარეობაშია. იცით, შეთანხმების მიღწევა საჭიროა, რადგან სრუტეების სწრაფად უნდა გაიხსნას, ან სამხედრო ოპერაციაზე დაბრუნება, რაც მას ნამდვილად არ უნდა. ეს ნათელია. გულისხმობ, თუ მას სამხედრო ოპერაციის მეორე ეტაპზე გადასვლა უნდოდა, ამერიკას ეს უკვე შეეძლო გაეკეთებინა. ასე რომ ხედავთ, პრეზიდენტი აჭიანურებს, რადგან ნამდვილად უნდა რომ ეს თავიდან აიცილოს. მაგრამ სანამ შეთანხმება არ იქნება ხელმოწერილი და სანამ შეთანხმება არა მხოლოდ დადასტურებული, არამედ შესრულებული არ იქნება, შეთანხმება არ არსებობს. და შეიძლება პრეზიდენტს უბრალოდ სურს, რომ ამ ეტაპზე რაღაცა სტაბილურობა დაინახოს. შემდეგ კი აღმოჩნდებით სიტუაციაში, როცა მიდიხართ შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნებისკენ. რაც უფრო უახლოვდებით შუალედურ არჩევნებს, მით ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეერთებული შტატები იქ კიდევ ერთ სამხედრო ოპერაციაში ჩაერთოს. შესაძლოა, ალბათ შუალედური არჩევნების შემდეგ, როცა იცით, ტრამპს აღარ დასჭირდება ამ მომჩევლების კეთილგანწყობა, რომ მისთვის სასურველი კონგრესის წევრები აერჩიონ. იცით, მაშინ შეიძლება ნახოთ, რომ პრეზიდენტი დაბრუნდება, როცა მას აღარ ექნება ეს შიდა საზრუნავება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველი გასული დღე, როცა სამხედრო ოპერაცია არ ტარდება, ალბათ კიდევ უფრო ამცირებს იმის შანსს, რომ ძალის გამოყენებას დაუბრუნდებიან. მოდით ალექს დაუბრუნდეთ აშშ-ის მოთხოვნებს. თქვენ ავსენეთ ჰორმუზის სრუტის გახსნა ისე, რომ იქ გამავალი არც ერთი გემი არ გადაიხდის გადასახადს. გარდა ამისა, პრეზიდენტი უკვე რამდენიმე თვე ამბობს, რომ ირანმა უნდა დათანხმდეს, რომ არასოდეს ექნება ბირთვული იარაღიან ბომბი. შეიძლება მათ ვენდოთ? ეს კითხვა ცოტა ხნის წინ დასვით. გარდა ამისა, პრეზიდენტი ამბობს, რომ შესაძლოა აშშ-მა ჩინეთთან ერთად გაიტანოს ბირთვული ნარჩენები, გამდიდრებული მასალა, რომელიც ახლა მიიჩნევა, რომ ღრმად მიწისქვეშაა დამარხული ირანში, ისრაელისა და აშშ-ის დაბომბვის კამპანიის შედეგად. გულისხმობ, თქვენ საუბრობთ ძლიერ გამდიდრებულ ურანზე. იქ შეიძლება იყოს იმდენი ურანი, რომ 10 ბირთვული ბომბისთვის ეყოს. და როცა ძლიერ გამდიდრებულ ურანზე საუბრობთ, საქმე იმაშია, რომ ურანთან მუშაობისას იცით, გამდიდრების დაცკებას ყველაზე მეტი დრო სჭირდება. და შემდეგ, როცა ის უფრო და უფრო მეტად გამდიდრდება, იცით, ბირთვულ დონემდე მისაყვანად საჭირო დატრიალების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება. ასე რომ, თუ ირანელებს აქვთ სურვილი, რომ 60%-ით გამდიდრებული ურანი მიიყვანონ, იცით, ბოლომდე და მიიჩნევა, რომ მათ შეიძლება კონდეთ ძალიან მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანი, რომელიც 60%-საც კი აღემატება. ეს შეიძლება იყოს, იცით, თითქმის 90%-ით გამდიდრებული ურანი, რომელიც, იცით, იქიდან ბირთვული ბომბის შექმნამდე ძალიან ცოტა დროა საჭირო. ასე რომ პრეზიდენტისთვის ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევიდეს იქ და მოიპოვოს ეს და ამის მიღების ორი გზა არსებობს. კვლავ, პირველი ვარიანტია, თუ ისინი თვითონ მოგიტანენ, მოგცემენ საშუალებას, რომ წინაკარიდან შეხვიდე და აიღო, ან თუ ოპერაციის ჩატარება მოგიწევს, რომ წახვიდე და გამოიტანო. და ამას რამდენი დრო სჭირდება? იცით, ჩვენ აუცილებლად არ გვესმის, რამდენად ღრმად არის დამარხული ეს გამდიდრებული ურანი ზოგიერთი ობიექტის ქვეშ. რაც ვიცით არის ის, რომ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა განზრახ არ დაუშინეს იმ ობიექტებს, სადაც მაღალგამდიდრებული ურანი არის დამარხული. იმიტომ რომ მათ არ სურდათ იქ რაიმე სახის ეკოლოგიური კატასტროფის შექმნა. ან სურდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ შეძლებდნენ მისი მთლიანად გამოტანას. ასე რომ, ნამდვილად ეს არის მთავარი საკითხი აქ, რომ ტრამპმა უნდა შეძლოს ამის თქვა. ჩვენ გავხსენით ჰორმუზის სრუტე ბედ ის, რომ ირანი ვალდებულია არასოდეს განავითაროს, ან როგორც კლიპში ნახეთ, არ შეიძინოს ბირთვული იარაღი. და რა თქმა უნდა, არ უნდა კონდეთ ის მასალა, რაც დასჭირდებოდათ, თუ გადაწყვეტდნენ, რომ თავიანთი ვალდებულება დაერღვიათ და სწრაფად შეექმნათ ბირთვული იარაღი. იცით, ამ მოლაპარაკებებში ჯერ არაფერს ვისმენთ რეგიონში ტერორისტული პროქსი ჯგუფების დაფინანსების შესახებ. და რასაც ვისმენთ არის ის, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება ირანს სანქციების მნიშვნელოვანი შემსუბუქება შესთავაზოს. რათა აღდგეს და შეკეთდეს ის ზიანი, რომელიც აშშ-სა და ისრაელის საჰაერო ძალებმა სამხედრო ოპერაციის ფარგლებში მიაყენეს. და შემდეგ ჩნდება კითხვა, რა უნდა გააკეთონ ამ ფულით? იცით, თუ გაიხსენებთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, როცა ის JCPOA-ზე, ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე საუბრობდა, და იცით, პრეზიდენტი გაოცებული იყო იმაზე, რამდენი ფული გადასცა პრეზიდენტმა ობამამ ირანელებს. იცით, $1 მილიარდზე მეტი ნაღდი ფული. და აქ საუბარია იმაზე, რომ გადახდები, როგორც იუწყებიან, შეიძლება იყოს სანქციების შემსუბუქების სახით. $300 მილიარდამდე ეს წარმოუდგენელი რაოდენობის ფულია.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატები ამ თანხას პირდაპირ გადასცემს. შეიძლება სხვა ფორმულაც იყოს, თუ როგორ მიიღებენ ირანელები ფულს, მაგალითად ყატარის მეშვეობით, ან სესხებით, ან სხვა მსგავსი გზებით. მაგრამ ეს მაინც ამ რეჟიმს კაპიტალით ამარაგებს. და მათ არ აქვთ კარგი გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებენ ამ კაპიტალით. ისინი მას იყენებენ არალეგალური ბირთვული პროგრამის ასაშენებლად. ასევე იყენებენ მარიონეტული ტერორისტული დაჯგუფებების დასაფინანსებლად რეგიონში. რა თქმა უნდა. და ალექს, ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, როცა ცეცხლის შეწყვეტაა გამოცხადებული, მაგრამ მხარეები მაინც თავს ესმიან ერთმანეთს. ამაზე ლიბანის კონტექსტშიც გვისაუბრია. მალე ლიბანზეც ვისაუბრებთ. მაგრამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანი უშვებდა დრონებს ამერიკულ გემებზე, ხოლო ამერიკამ საპასუხოდ სამხრეთ ირანში დაარტყა გასულ ხუთშაბათს. კვალ, მას შემდეგ რაც ირანმა დრონები გაუშვა ჰორმუზის სრუტის გადაკვეთას ცდილობდა, რასაც მოხდა თეირანის საპასუხო დარტყმა ამერიკულ სამხედრო ბაზაზე. ყველაზე სერიოზული შეტაკებები ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ. ასე რომ ეს ცეცხლის შეწყვეტაა, მაგრამ მხარეები მაინც ესვრიან ერთმანეთს. ესეც მოლაპარაკებების გაჭიანურების სტრატეგიაა, ხო ასეა? და თუ უბრალოდ ლაპარაკობ და არც ერთ მხარეს არ აქვს რეალური სანდო მუქარა რაიმე სამხედრო ქმედების, მაშინ იცი რომ თითოეული მხარე ცოტათი კარგავს ბერკეტს. ასე რომ იცი ის იდეა რომ ირანი დაიწყებს გემებზე სროლას, ისინი რეალურად ამოწმებენ შეერთებულ შტატებს და აკვირდებიან როგორი შეიძლება იყოს პასუხი. და შეერთებულმა შტატებმა მართლაც უპასუხა ძლიერად, მაგრამ შეზღუდულად. შემდეგ კი ამ დიდი სამხედრო ძალის მუქარა გამოიყენა, რომ ირანელები მოლაპარაკების მაგიდასთან დაებრუნებინა. ასე რომ ამას ხედავ. აქ კი ერთი მხრივ ცეცხლის შეწყვეტაა, მეორე მხრივ ჯერ არ არსებობს რაიმე ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ამ ცეცხლის შეწყვეტას დაადასტურებს, ან შეერთებულ შტატებს მის მოთხოვნებს შეუსრულებს. ამიტომაც არის ეს ერთგვარი პასუხი პასუხზე, თითოეული მხარის ნების გამოცდა და ამ ძალის ბერკეტად გამოყენება მოლაპარაკებისკენ. ალექს, ადრე ახსენე სანქციების შემსუბუქების პოტენციალი, მაგრამ აქ გვაქვს. 4 შაბათს ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა ირანის ახლად შექმნილ სპარსეთის ყურის სრუტის ადმინისტრაციას. ბრალდებით, რომ ის ეხმარება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს სავაჭრო გემებისგან ფულის გამოძალვაში ჰორმუზის სრუტეში. ამის შესახებ არასდროს მსმენია სპარსეთის ყურის სრუტის ადმინისტრაცია. ეს არის ახალი ირანული სტრუქტურა, რომელიც ახლახან გამოჩნდა. ანუ ნიუ-იორკში პორტის ადმინისტრაცია. და რას აკეთებს პორტის ადმინისტრაცია? ის მართავს გადასახადის ჯიხურებს ხიდებისა და გვირაბების შესასვლელებთან. და სწორედ ეს არ სურს შეერთებულ შტატებს. მათ არ უნდათ რომ გემებისთვის გადასახადი დაწესდეს, რომლებიც სრუტეში გადიან. კიდევ ერთხელ ეს არ არის არხი, როგორიცაა სუეცის არხი ეგვიპტეში ან პანამის არხი, სადაც ქვეყანამ ფაქტობრივად შექმნა წყლის გზა კომერციული ნაოსნობის გასაადვილებლად. ეს არის საერთაშორისო წყლის გზა, ბუნებრივი წყლის გზა და აქამდე მასზე გადასახადი არასდროს დაწესებულა. და ბოლო რამ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს უნდა, არის ის, რომ ირანმა დაიწყოს გადასახადის დაწესება. ჩვენ რეალურად ნახეთ, რომ ომანი ამბობს, მოიცადეთ, ჩვენ ვაკონტროლებთ ჰორმუზის სრუტეს. ასე რომ, იცით, ჩვენც უნდა დავაწესოთ გადასახადი. და შემდეგ ფინანსთა მინისტრმა გააკეთა მუქარა, რომ სანქციებს დაუწესებდა ომანს, თუ ისინი ჰორმუზის სრუტეზე გადასახადს დააწესებდნენ. და შემდეგ შეიძლება ნახოთ, რომ სხვა ქვეყნებიც სოფლიოში ითქვიან, მოიცადეთ, ჩვენც გვაქვს სრუტეები. იცით, ბევრ ადგილას არის ძალიან ვიწრო წყლის გზები, რომლებიც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მარშრუტებია კომერციული გადაადგილებისთვის, განსაკუთრებით ნავთობის ან სხვა საქონლის მიწოდებისას. და არ გსურთ, რომ ამ ქვეყნებმა თქვან, ჩვენც დავაწესებთ გადასახადს ჩვენს წყლის გზაზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სანქციებს დააწესებს ნებისმიერ ოპერაციაზე, რომელიც ცდილობს ჰორმუზის სრუტეზე გადასახადის დაწესებას. ეხლა შენ და მე ორივემ ვიცით, რომ პრეზიდენტი ტრამპი მუდმივად აქვეყნებს პოსტებს თავის Truth Social-ზე. აგზავნის ამ შეტყობინებებს თითქმის ყოველ რამდენიმე წუთში თითქოს. და ირანის შესახებ ფიქრობ ეს ძალიან საინტერესო იყო. პრეზიდენტმა თქვა, რომ ომის შესაძლო დასრულების შედეგად მას სურს, რომ ქვეყნები, მათ შორის საუდის არაბეთი, ყატარი და სხვები, შეუერთდნენ აბრაამის შეთანხმებებს, რომელიც ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ბარეინს შორის გაფორმდა ნორმალიზაციის შეთანხმებას. და მან ფაქტობრივად თქვა, რომ ის ისურვებდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა აბრაამის შეთანხმებების ნაწილი გახდეს. და მან თქვა, ვაუ, ეს საკმაოდ დაუჯერებელია. შეიძლება ვთქვა, რომ როცა რეჟიმი დაეცემა ღმერთმა ქნას მალე, ირანი საბოლოოდ მზად იქნება ისრაელთან ნორმალიზაციის შეთანხმება შეუერთდეს. შეიძლება ძალიან სწრაფადაც კი, მაგრამ სანამ რეჟიმი ჯერ კიდევ ძალაშია, ეს საერთოდ რეალურია. არ მგონია, კი, როგორც თქვით, თუ რეჟიმი დაეცემა და მაგალითად ტახტის მემკვიდრე რეზა ფელავი მოვა ხელისუფლებაში, შეძლებს ის ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას.
ფიქრობ ის ნამდვილად განიხილავდა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას. მაგრამ უფიქრობ უფრო მნიშვნელოვანი კითხვა ის კი არ არის ირანი გააკეთებს ამას თუ არა. არამედ გააკეთებენ თუ არა ეს სხვა ქვეყნები. და რა თქმა უნდა, ქვეყანა, რომელიც ყველაზე ახლოს მიიჩნეოდა ნორმალიზებასთან, საუდის არაბეთი იყო. ეხლა აბრაამის შეთანხმებების მთელი ეს კონცეფცია უკვე განიხილებოდა ტრამპის ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ 2018-2019 წლებში. და ისრაელსა და შეერთებულ შტატებს დიდი დრო დასჭირდათ, რომ შეთანხმებამდე მისულიყვნენ. ამის ნაწილი უბრალოდ ის იყო, რომ ტრამპის ადმინისტრაციას დრო დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ამას თავისი ფასი ჰქონდა. რაც გულისხმობს ისრაელსა და სხვა არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, ჯერ კიდევ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაწყვეტამდე. მაგრამ ამის შემდეგ ისრაელში 5 ზედიზედ არჩევნების პერიოდი დაიწყო. ამან შექმნა გაურკვევლობა, რამაც საუდელებსა და სხვებს დააყოვნა აბრაამის შეთანხმებებში შესვლამდე. ასე რომ აბრაამის შეთანხმებების ხელმოწერა რეალურად არ მომხდარა 2020 წლამდე, როცა არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბარეინი, მაროკო და სუდანი შევიდნენ ამ პირველ 4 აბრაამის შეთანხმების ნორმალიზაციის ხელშეკრულებებში. იმ დროს თქვენ გქონდათ სიტუაცია, როცა ემირატებსა და საუდის არაბეთს შორის ბევრად უფრო მჭიდრო თანხმედრა არსებობდა. და რაც ახლა ნახეთ, განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში არის ის, რომ ემირატებსა და საუდის არაბეთს შორის გარკვეული დაშორება მოხდა. ამის დიდი ნაწილი დაკავშირებულია საუდის არაბეთის მხარდაჭერასთან მუსლიმთა საძმოს მიმართ, განსაკუთრებით მუსლიმთა საძმოს ფრაქციების მიმართ იემენში, მაშინ როცა ემირატებს არ სურთ რაიმე კავშირი ჰქონდეთ მუსლიმთა საძმოსთან. ამიტომ გაჩნდა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ემირატებისა და საუდის არაბეთის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიებში. და ეს კიდევ უფრო ართულებს საუდის არაბეთისთვის რაიმე შეთანხმებაში შესვლას. ამჟამად შეერთებული შტატების პრეზიდენტს საუდის არაბეთზე, კატარზე და სხვებზე უზარმაზარი გავლენა აქვს. ერთი მხრივ მათ ის სჭირდებათ, რათა სპარსეთის ყურეში გარკვეული სტაბილურობა შეიქმნას. ამავე დროს, განსაკუთრებით საუდელები ცდილობენ შეერთებულ შტატებთან ერთად მასშტაბური თავდაცვის შეთანხმებები მიიღონ და შესაძლოა სხვა პრეზიდენტის პირობებში ეს შეთანხმებები ვერ მიიღონ. რა თქმა უნდა, ვნახეთ, როგორ მოექცა ბაიდენის ადმინისტრაცია საუდელებს ხაშოგის საქმეზე. ამიტომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ისინი საუდელებს მოკავშირედ ნამდვილად არ აღიქვამდნენ. შეიძლება ტრამპის შემდეგ სხვა პრეზიდენტიც მოვიდეს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის მიმართ უფრო იზოლაციონისტურ პოზიციას დაიკავებს და არ მოისურვებს ასეთ თავდაცვით გარიგებებში ჩართვას. ამიტომ საუდელები ეხლა სურთ ის, რაც სურთ, შეერთებული შტატებისგან, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტს დიდი ბერკეტი აქვს. და მას სურს, რომ ეს ნორმალიზაციის შეთანხმება შედგეს რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ეს დიპლომატიური წარმატების გვირგვინია. იცით, ყველა ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხშირად ლაპარაკობდა ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების სურვილზე. და რა თქმა უნდა, ირანთან ომის დაწყება ნამდვილად არ უწყობს ხელს თქვენს კანდიდატურას ნობელის პრემიისთვის საერთაშორისო საზოგადოების თვალში. თუმცა, გარკვეული შეთანხმებების ხელმოწერა, რომელიც არსებითად დაასრულებდა დიდ არაბულ ისრაელის კონფლიქტს, შეიძლება ნობელის პრემიის ღირსიც კი იყოს. ასე რომ, ერთი მხრივ ეს გარკვეულწილად პირადულია. აქ არის პირადი მისწრაფებაც. და მეორე ნაწილი არის უბრალოდ ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტის შექმნა ჩინეთის სადგლისა და გზის ინიციატივის საპირწონედ, რაც არის აიმეკის კორიდორი, რაც ნამდვილად დამოკიდებულია იმაზე, რომ საქონელი შეძლებს გადაადგილებას. ინდოეთიდან პერსიის ყურემდე, საუდის არაბეთის, იორდანიისა და ისრაელის გავლით, ისრაელში ჰაიელში ჰაიფას პორტიდან, რათა საქონელი გაიგზავნოს ევროპასა და დასავლეთში. ასე რომ ეს ნამდვილად საჭიროებს გარკვეულ ნორმალიზაციას, თუ გსურთ, რომ საქონელი ამ ქვეყნების გავლით გადაადგილდეს. შეიძლება ეს მოხდეს, შეიძლება მოხდეს. ალბათ ეს ქვეყნები ელოდებიან, რა მოხდება მომავალ ისრაელის არჩევნებზე, რადგან სურთ იცოდნენ, ვისთან აქვთ საქმე. ვისთან ვაწერთ ხელს შეთანხმებას. ვაწერთ ხელს შეთანხმებას ნეთანიაჰუსთან, რომელიც ახლა პრეზიდენტ ტრამპთან ერთად იქნება ხელისუფლებაში მომდევნო 2.5 წლის განმავლობაში და შესაძლოა ამის შემდეგაც იქნება თუ არა სხვა ისრაელის მთავრობა. იქნება ეს მთავრობა, რომელიც შეეცდება გააუქმოს ზოგიერთი მიღწევა, რაც ნეთანიაჰუს ადმინისტრაციებმა წლების განმავლობაში მიაღწიეს ახლო აღმოსავლეთის დიპლომატიაში. ამიტომ ეხლა ბევრი რამ იცვლება და ეს შეთანხმებები განხილვის საგანია.
ფიქრობ ეს შესაძლებელია, მაგრამ უნდა დაველოდოთ, როგორ დაალაგდება ეს საკითხები. გაგრძელება იქნება. და ალექს, ეხლა მინდა ლიბანში არსებულ სიტუაციაზე გადავიდე. არსებული ცნობებით, ისრაელის თავდაცვის ძალები უფრო ჩრდილოეთით გადაადგილდებიან. შესაძლოა ლიტანიის მდინარესაც კი გასცნენ. დღევანდელი დილის ფოტოები აჩვენებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბუფორის ციხე დაიკავეს, რაც სინამდვილეში ისრაელის ლიბანში შეჭრის სიმბოლოა 80-იანი წლების დასაწყისში. ამავე დროს ბეირუთში რამდენიმე კვირის შემდეგ პირველად განხორციელდა დარტყმები, მიზან მიმართული ლიკვიდაცია, ალი ალ-ჰუსეინი, რომელიც იყო იმამ ჰუსეინის დივიზიის სარაკეტო ძალების მეთაური. ეს დივიზია კი ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის ერთ-ერთი განშტოებაა. ამავე დროს სამწუხაროდ თითქმის ყოველ მეორე დღეს ისრაელის ჯარისკაცი იღუპება ჰეზბოლას მიერ გაშვებული თვითმკვლელი დრონების შედეგად. ასე რომ ჯარები იმაზე უფრო წინ მიიწევენ, ვიდრე ძალიან დიდი ხანია მიუწევიათ. მიზან მიმართული ლიკვიდაციები გრძელდება. და ამავე დროს სამწუხაროდ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები სიცოცხლეს წირავენ ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამ თვითმკვლელი დრონების წინააღმდეგ. ამჟამად ლიბანში ბევრი რამ ხდება. მართალია. და როდესაც ირანზე და იქ მოლაპარაკებული შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობაზე ვსაუბრობდით, ირანის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ მათ სურთ ცეცხლის შეწყვეტა, არა მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის. მათ სურთ ცეცხლის შეწყვეტა ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ლიბანში. ახლა რას ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტა? ცეცხლის შეწყვეტა, იცი, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, როგორ მოახერხა ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის განსაზღვრების შეცხრების შეცვლა, ხომ ასეა? ასე რომ გახსოვს ბოფორის ციხეზე ვსაუბრობდით, ხო ასეა? ეს არის წერტილი, ადგილი, რომელიც ისრაელს წინა ომებში ეკავა. და ჩვენ ვიცით, რომ ისრაელს 2006 წელს ლიბანთან ომი ჰქონდა. შეიძლება იმ ომის დროს მათ შეამცირეს ჰეზბოლას ძალა, თქვათ დაახლოებით 20-30%-მდე. იმ შესაძლებლობებთან შედარებით, რაც მათ 2006 წლის ომამდე ჰქონდათ, რაც ერთი მხრივ კარგ მიღწევად ჩანს. მაგრამ შემდეგ ხდება ის, რომ მიიღება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. იღებ გაეროს რეზოლუციას 1701-ის, რომელიც სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას აღდგენის აღსაკვეთად ან მართვის მიზნით შემოიყვანს გაეროს სამშვიდობოებს, უпростоრად UNIFIL-ის სამშვიდობოებს. და რა მოხდა? ჰეზბოლამ რა გააკეთა? მათ პირდაპირ UNIFIL-ის თვალწინ აღადგინეს ყველაფერი. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ მათი შესაძლებლობები 20%-მდე შეემცირებინათ, მათ არამხოლოდ აღადგინეს ეს 20% და დაბრუნდნენ იმ დონეზე, რაც 2006 წლის ომამდე ჰქონდათ, მაგრამ UNIFIL-ის გაეროს 1701 რეზოლუციის პირობებში მათ რეალურად გააძლიერეს ძალები და მათი შესაძლებლობები 100-დან 1000 ჯერ გაიზარდა იმასთან შედარებით, რაც ადრე ჰქონდათ. და სწორედ ესეთი ცეცხლის შეწყვეტა სურს ჰეზბოლას. ჰეზბოლასა და ირანს სურთ ესეთი რამ იხილა. ისინი სურთ ისეთი ცეცხლის შეწყვეტა, სადაც გაეროს მშვიდობის მყოფელები შემოვლენ, ისრაელს არ მისცემენ სროლის უფლებას, ხოლო ისინი შეძლებენ გაძლიერებასა და აღდგენას, რათა კიდევ უფრო ძლიერი პოზიცია დაიკავონ, ვიდრე 7 ოქტომბრამდე ჰქონდათ ამ ბოლო ომში. ეხლა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც ისრაელი თავდაპირველად მოაწერა ხელი ჰეზბოლასთან ამ ომის დროს 2024 წლის ნოემბერში, იცით, სტრატეგიული საკითხების მინისტრმა რონ დერმერმა წარადგინა ეს გეგმა ისრაელის კაბინეტში. კაბინეტმა თქვა, რომ არ სურთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რადგან ისინი 2006 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვარიანტზე ფიქრობენ. და ის, რასაც დერმერი და პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ წარადგენდნენ, არის ცეცხლის შეწყვეტის ახალი ტიპის შეთანხმება, სადაც ისრაელი იტოვებს უფლებას გააგრძელოს დარტყმები ლიბანში. ასე რომ ჩვენ თითქოს თავიდან განვსაზღვრეთ და მთლიანად შევაბრუნეთ ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობა. ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად, რომელიც ისრაელს დარტყმებისგან აჩერებდა, სანამ ტერორისტები აღდგენას ცდილობდნენ, ახლა ასეა. თუ ტერორისტები რაიმე ნაბიჯ გადადგამენ აღდგენის ან გადაჯგუფებისკენ, ისრაელი მაშინვე დაარტყამს. და ამას ეძახიან ცეცხლის შეწყვეტას. აქ, რა თქმა უნდა, ჰეზბოლას რაც უნდა მათ შეთანხმება სურთ, რადგან თვითგადარჩენის რეჟიმში არიან. ეხლა ისრაელი პრობლემაშია, რადგან ჰეზბოლას ბოლომდე ვერ გაანადგურებს, იმიტომ რომ ამისთვის ლიბანის მთელ ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია უნდა ჩაატაროს. ეხლა რამდენი ჯარი დასჭირდება ამას? ეხლა ასეულ ათასობით ჯარისკაცის ხელახალი მობილიზაცია დაგჭირდებათ ლიბანში შესასვლელად. რამდენ ხანს აპირებთ ლიბანში დარჩენას? ამიტომ ისრაელმა გაარკვია რა შეუძლიათ და რა სჭირდებათ, უბრალოდ და სწორედ აქ შეიცვალა სამხედრო დოქტრინა. რაც ნიშნავს იმას, რომ არაძლევ ორგანიზაციას, როგორიც ჰეზბოლაა, საშუალებას, რომ შენ საზღვარზე ძალების კონცენტრაცია მოახდინოს. და სწორედ ამიტომ გაასუფთავა ისრაელმა ეს მიწები ლიტანიმდე. მაგრამ რაც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსგან გესმით არის ის, რომ ეხლა ისინი ლიტანიზე უფრო შორსაც კი მიიწევენ. რომ ყოველ ჯერზე, როცა
ჰეზბოლას მხრიდან რაიმე მოძრაობას ან გადაჯგუფების მცდელობას ხედავენ, ისრაელი კიდევ უფრო წინ მიიწევს, კიდევ უფრო შორს მიდის, რათა ჰეზბოლამ და სხვა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა გაიგონ, რომ ყოველ ჯერზე, როცა ისრაელს უახლოვდები, რეალურად საკუთარი ტერიტორიის სულ უფრო მეტ ნაწილზე სუვერენიტეტს კარგავ. მაგრამ როგორც თქვით, ეხლა ბევრი მოძრაობაა ორივე მხრიდან. თქვენ საუბრობთ ამ დრონებზე. ბოლო რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში დავიწყეთ იმის ნახვა, რომ ჰეზბოლა სულ უფრო ხშირად იყენებს ამ ოპტიკურ ბოჭკოვან დრონებს, რომლებიც რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ერთ-ერთი მახასიათებელია. ისინი ძალიან რთულად დასადგენია, რადგან ისინი არ იყენებენ რადიოს სიხშირეს. ამიტომ ვერ აღმოაჩენთ, როდის გაუშვეს ისინი. თქვენ რეალურად ვერ აკონტროლებთ მათ რადარით. ასე რომ, არ ვიცი. ისრაელი ცდილობს გაარკვიოს და შეიმუშაოს მეთოდები ამ უფრო რთულად დასადგენი დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად. მე ვფიქრობ, რომ ისინი რაღაცებს იგონებენ. არ ვიცი, იგონებენ თუ არა პატარა დრონებს მაკრატლებით, რომლებიც ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელს გაჭრიან. ისინი საუბრობდნენ პადეებზე, რომლითაც დრონების დაჭერას აპირებენ. ყველანაირ მეთოდზე. მოусმინეთ, ჩვენ სტარტაპების ერი ვართ. არ მეპარება ეჭვი, რომ ეს მოხდება. ჩვენ ამ დრონების პრობლემას გადავჭრით. სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, მუდმივი დაბომბვები, რაკეტები და დრონებია ჩრდილოეთ საზღვარზე. სკოლები ახლა დახურულია. სამწუხაროდ, ეს ძალიან არ გვევს იქ საზღვართან მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას. მაგრამ ვფიქრობ, საბოლოოდ ჩვენ მოვიფიქრებთ რამეს, რომ ამ დრონებს გავუმკლავდეთ. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ეს ჯარისკაცები უსაფრთხოდ იქნებიან და მათ არ მოუწევთ ამ ფასის გადახდა. მაგრამ ბოლო რამდენიმე დღე კარგი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ისრაელმა და ჰეზბოლამ ლიბანის გავლით მიაღწიონ მოლაპარაკებულ შეთანხმებას სიმშვიდის დასამყარებლად. და კიდევ ერთხელ ეს არის ნიადაგის მოსინჯვა ჰეზბოლასა და ისრაელს შორის. იცი, ისინი ყოველთვის მონაწილეობენ საპასუხო დარტყმების ამ თამაშში, რაც მუდმივად შეიძლება გადაიზარდოს ბევრად უფრო დიდ რამეში. მაგრამ ამ ეტაპზე უნდა გჯეროდეს, რომ ჰეზბოლა აცნობიერებს, თუ გადარჩენა და ზიანის აღდგენა სურს, ალბათ სჭირდება ხანგრძლივი სიმშვიდის პერიოდი. ასე რომ პრობლემა ისაა, რომ მათ არ ექნებათ ისეთი სიმშვიდე, როგორიც 2006 წელს ჰქონდათ. მართალია. ეს ნიშნავს, რომ ისრაელი არ მისცემს მათ იმ სიმშვიდეს, რომელსაც ისინი ეძებენ აღსადგენად. ასე რომ, თუ ისინი ვერ მიიღებენ იმ სიმშვიდეს, რომელსაც ეძებენ, მაშინ ისინი თქვენს არ მოგცემენ სიმშვიდეს საპასუხოდ. და შეიძლება ვიხილოთ ესეთი შემოხლის სიტუაცია. ან მაგალითად, დრონი შემოვა, მოკლავს ჯარისკაცს, ჩაარტყამს სკოლას ჩრდილოეთში და შემდეგ ისრაელი პასუხობს უკან, მაგრამ არა სულმასშტაბიანი შეტევით, თუ ჰეზბოლა ჰაიფას ან თელ-ავივს შორი მოქმედების რაკეტებს არ დაუშენს, ან ისრაელის ბუნებრივი აირისა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას არ დაუმიზნებს. რადგან თუ ეს მოხდება, მაშინ იცით, რომ ისრაელი მასობრივ მობილიზაციას გამოაცხადებს და დაიწყებს წინსვლას შორს ჩრდილოეთამდე, ბეირუთამდე. ასე რომ ეს არის პასუხი პასუხზე, ერთმანეთის გამოცდაა ორივე მხრიდან. არსებობს დიდი ალბათობა, რომ ეს კონფლიქტი გადაიზარდოს ხანგრძლივ შეხლა-შემოხლაში, არც მშვიდობა იქნება და არც სრულმასშტაბიანი ომი დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისრაელი და ლიბანი პარასკევს პენტაგონში გამართეს მოლაპარაკებები და ოფიციალურად დაიწყეს უსაფრთხოების მიმართულება, როგორც ამას ისინი უწოდებენ, რაც მხარს უჭერს მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს ორ ქვეყანას შორის, როგორც ამას აშშ-ის მხარე აცხადებს შეხვედრის შესახებ. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი და ჰეზბოლა სრულად არიან ჩართული, ჩრდილოეთში ცეცხლის შეწყვეტა ან არ შეწყვეტა, ამჟამად ვაშინგტონში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ისრაელსა და ლიბანს შორის ყოლისმომცველი შეთანხმების მისაღწევად. მაგრამ როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ჰეზბოლა ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს. ზუსტად, რას გულისხმობთ სინამდვილეში? თქვენ საუბრობთ ისრაელსა და ლიბანის მთავრობაზე. ლიბანის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ ძირითადად ქრისტიანების მიერ კონტროლდება. არსებობს სამი ძირითადი ფრაქცია. მიუხედავად იმისა, რომ ლიბანში ბევრია ფრაქცია, მაგრამ სამი მთავარი ფრაქცია. მარონიტი ქრისტიანები და შემდეგ არის სუნიტური ფრაქცია, რომელსაც ზულს ჰეზბოლა და შემდეგ არის ჰეზბოლა, რომელიც შიიტური ფრაქცია. ასე რომ ლიბანში შიიტების უმეტესობა ჰეზბოლას უჭერს მხარს. დანარჩენი ორი ფრაქცია, როგორც იცით, ჰეზბოლას წინააღმდეგია. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჰეზბოლა ზუსტად ისე როგორც ირანში ირანის რევოლუციური გვარდია და ღაზაში ჰამასი, ჰეზბოლაა ის, ვისაც იარაღი აქვს. ამიტომაც მათ შეუძლიათ ადგილზე საზოგადოებაში გაბატონება. როგორც ხედავთ, რადგან ჰეზბოლა მნიშვნელოვნად დასუსტა, შეიქმნა შესაძლებლობა, რომ ლიბანმა რეალურად დაიწყოს მოლაპარაკებები ისრაელთან და ალბათ კეთილი ნებაც არსებობს. ორივე მხარე ჰეზბოლას მტრად აღიქვამს.
მაგრამ სანამ ჰეზბოლა არსებობს, ისინი არ სურთ ისრაელსა და ლიბანს შორის ნორმალიზაციის შეთანხმება. ასე რომ ისინი შეიძლება ამ მოლაპარაკებებს იყენებენ როგორც საბაბს, მიზეზად, თუ რატომ უნდა გააგრძელონ ომი ისრაელის წინააღმდეგ, რათა კიდევ უფრო ჩართონ ისრაელის თავდაცვის ძალები. და რასაც ისინი იმედოვნებენ არის ის, რომ ლიბანში არსებული სხვა დაჯგუფებები რეალურად ისრაელისა და ისრაელის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ შემოbrunდებიან, მათი ლიბანში მიმდინარე თავდასხმების გამო. ძალიან რთული სიტუაცია, რომელსაც ვაშინგტონში უმაღლეს დონეზე მართავენ. ჩვენ ვიცით, რომ იეხიელ ლაიდერი ისრაელის ელჩი შეერთებულ შტატებში არის ის, ვინც ისრაელის მხრიდან მოლაპარაკებებს გამზვანელობს. მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ყველაფერს თავად მართავს. ირანი, პრეზიდენტი, ლიბანი, ჰეზბოლა, ღაზა, გლობალური დიპლომატია, ყველაფერი ერთდროულად. კი, მოდი გადავიდეთ ახლა ღაზაზე თუ შეგვიძლია. ისრაელმა ამ კვირაში მოკლა მუჰამედ ოდე, რომელიც ჰამასის ახალი სამხედრო ლიდერი იყო. ისრაელი ანადგურებს ნებისმიერ ახალ სამხედრო ლიდერს, რომელიც ჰამასში გამოჩნდება. ეს ყოველთვის ასეთი პოლიტიკა იყო, იცი? მაშინაც კი როცა ღაზაში ჰამასთან ცეცხლის შეწყვეტა იყო, ისრაელმა ასევე მოკლა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის კიდევ ერთი ჩამდენი, ჰამასის ღაზის ბრიგადის მეთაურის მოადგილე ჰასან ჰუსეინ ასლამი. ესე რომ ეს მიზანმიმართული დარტყმები გრძელდება. ამავე დროს პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ღაზის 60%-იანი კონტროლიდან 70%-მდე ავა ჰამასის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ფარგლებში. გვაქვს ეს ჩანაწერი. ეხლა ტერიტორიის 60%-ზე ვართ, ადრე 50-ზე ვიყავით, შემდეგ 60-მდე ავედით, მაგრამ ზრდას გავავრცელებთ. ჩვენ დავაგრძელებთ. აი ეს იყო ჩანაწერი. და უბრალოდ რო გავიმეოროთ, რას ამბობდნენ ხალხი ბრბოში, ისინი პრემიერ-მინისტრს ეუბნებოდნენ. არა, 70%, მოდი გავაკონტროლოთ ღაზა 100%-ით. პრემიერ-მინისტრი კი პასუხობდა: არა, მოდი ერთი წუთით დავიცადოთ. მოდით 60-დან 70%-მდე ავიდეთ და მერე ვნახოთ რა მოხდება. ხო, პრემიერ-მინისტრი უბრალოდ ამბობს, რომ ეტაპობრივად უნდა ვიმოქმედოთ. თუ გახსოვთ, როცა ისრაელმა ღაზასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი, ტრამპის 20 პუნქტიანი გეგმის მიხედვით ისრაელი ღაზის 53%-ს აკონტროლებდა. რაც ძირითადად ნიშნავს ხაზს ღაზის სექტორის შუაში, მაგრამ ასევე მცირე გასასვლელებს როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ საზღვრებზე. იმისთვის, რომ შეიქმნას ბუფერული ზონა ღაზასა და ისრაელის ყველა იმ ტერიტორიას შორის, სადაც ღაზა ესაზღვრება. ასევე მნიშვნელოვანი ბუფერული ზონა ღაზასა და ეგვიპტეს შორის, რათა ეგვიპტე არ იქნას გამოყენებული კონტრაბანდის მარშრუტად ღაზის სექტორში დაბრუნებისთვის. და რაც უკვე ვნახეთ, არის ის, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ოპერირებას ღაზაში, ხოლო ჰამასი ართმობს სექტორის კონტროლს, როგორც უნდა გაეკეთებინა. ამ 20 პუნქტიანი გეგმის მიხედვით, ეს 20 პუნქტიანი გეგმა ითხოვს ჰამასის განიარაღებას. და რეალურად ისწრაფვის, რომ სხვა ძალამ აიღოს კონტროლი ღაზაში, მოხდეს დემილიტარიზაცია, განიარაღება და სხვა პოლიტიკური ძალა იყოს მმართველი. სანამ ჰამასი კვლავ ხელისუფლებაშია, რასაც ხედავთ არის ის, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები გადიან იმ ყვითელ ხაზს და რეალურ დროში ხელახლა მას. ამიტომ ხედავთ, რომ ისრაელი უკვე აკონტროლებს ღაზას სექტორის 60%-ზე მეტს, მაშინ როცა დასაწყისში 53%-ს აკონტროლებდა. და თქვენ ისმენთ პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ეს 60% მალე 70% გახდება. დიახ, თქვენ მოისმინეთ, ბრბოში მოწოდებები. წადით და აიღეთ 100%. და პრემიერ-მინისტრი ამბობს, შეიძლება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ეტაპობრივად გავაკეთებთ, ჯერ პირველ საქმეს მივხედოთ. მოდით 60%-დან 70%-მდე ავიდეთ. მე 100%-ს უჭერ მხარს, რადგან ასე მოვედით აქამდე. როცა გუშ-ქათიფი დავტოვეთ, ებრაული თემები ღაზაში 2005 წელს, ჩემი აზრით, სწორედ ამან გამოიწვია წლების შემდეგ 7 ოქტომბრის მასაკრი. ასე რომ, ერთ დღეს ვიმედოვნებ და ვილოცებ, რომ ღაზაში ებრაულ თემებს ხელახლა დავასახლებთ. საგულისხმოა ის, რომ ისრაელი არ აკონტროლებდა ღაზის სექტორის 100%-ს, მაშინაც კი როცა ღაზაში დასახლებები იყო. და ეს იყო იმ ეგრეთ წოდებული 5 თითის გეგმის ნაწილი, სადაც ებრაული დასახლებები იყო განთავსებული. ჩრდილოეთში, ცენტრში და სამხრეთში, რათა ისრაელის თავდაცვის ძალებს ქონოდათ ყოფნა ღაზის სტრატეგიულ წერტილებში, ხომ ასეა? ასე რომ ეს არ იყო მხოლოდ სამხედრო ოკუპაცია, არამედ სამხედროები იქ იყვნენ მოსახლეობის დასაცავად. მაგრამ ამის შედეგად ღაზა ფაქტობრივად იქცა ისეთ ზონად, როგორიც არის ზონა E იუდეასა და სამარიაში. და ზონა E არის ტერიტორია, რომელიც უნდა იყოს პალესტინის ავტონომიის, სამოქალაქო და სამხედრო კონტროლის ქვეშ. მაგრამ ვიცით, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ხშირად შედიან ზონა A-ში. ეს არის ეგრეთ წოდებულ ბალახის მოთიბვის პოლიტიკა. ბალახის გაკრეჭვა შესაძლებელია, როცა იქ ისრაელის თავდაცვის ძალებია.
და შემდეგ ხედავ, რომ სარეველები ამოდის, როცა ტერორისტული აქტივობა იზრდება. შედიხარ და ასუფთავებ მას, როგორც კი ამას შეამჩნევ. არ ელოდები 7 ოქტომბერს, ან იმ მომენტს, როცა ჰამასი მოულოდნელად დაიწყებს 50 რაკეტის გაშვებას შენს ქალაქზე, რომ მერე შეხვიდე. იმ დროს უკვე ძალიან გვიანია. უნდა იყოს შიგნით, უნდა გამოიყენო დაზვერვა და როგორც კი ტერორისტები გამოჩნდებიან, მაშინვე უნდა გაანეიტრალო ისინი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისრაელი აკონტროლებდა მთლიანად ღაზას. სინამდვილეში ისინი აკონტროლებდნენ ძალიან მცირე ნაწილს ღაზას ტერიტორიიდან, მაგრამ ისინი იქ იყვნენ. კი, სწორი. ეხლა კი გაჩნდა მოწოდებები ღაზაში ხელახლა დასახლებისკენ, რადგან ხელახლა დასახლება ღაზაში ნიშნავს ისრაელის თავდაცვის ძალების მუდმივი ყოფნის ლეგიტიმაციას. ეხლა პრემიერ-მინისტრი რატო ამბობს, რომ ამ ეტაპზე 100% არ გვინდა, მიზეზი ისაა, რომ ღაზას მოსახლეობა ჯერ კიდევ იქაა. მართალია. ეხლა თუ მივალთ იმ სიტუაციამდე, როცა ღაზას მოსახლეობა ნებაყოფლობით დაიწყებს სექტორიდან ემიგრაციას და როგორც ბევრი გამოკითხვა აჩვენებს, 50-დან 80%-მდე ღაზას მსხოვრები ამბობს, რომ სურს წასვლა. პრობლემა ისაა, რომ მათ წასასვლელი გზა არ აქვთ. ისრაელი ამას ხელს შეუწყობდა, მაგრამ საჭიროა ქვეყანა, რომელიც მათ მიღებაზე თანახმა იქნება. იცი, გარკვეულ ეტაპებზე იყო საუბარი ლიბიაში შესაძლო გადაყვანაზე, ასევე იყო საუბარი 10,000-ობით ან მეტის ინდონეზიაში გაგზავნაზე, იყო შესაძლო საუბრები სომალილენდზე, რომელთანაც ისრაელმა ურთიერთობები ნორმალიზა, რომ ისინი მიიღებდნენ ღაზის რამდენიმე მცხოვრებს. ასე რომ თუ წარმოიქმნებოდა სიტუაცია, სადაც ღაზის მცხოვრებლები დატოვებდნენ, ისრაელი აიღებდა ზოლს კონტროლზე, რა თქმა უნდა აიღებდა. მაგრამ ამავდროულად ისრაელი არ სურს იყოს პასუხისმგებელი ღაზის მილიონზე მეტ მცხოვრებზე, რომლებიც ამჟამად ზოლში, კარვებში ცხოვრობენ. ამიტომ ის ნელ-ნელა იკავებს ტერიტორიას და უმცხვდევს ღაზის მცხოვრებლებს უფრო ვიწრო ზონაში, სადაც ჰამასი ისევ მოძრაობს და ტერორიზმს უწევს მოსახლეობას იარაღით. ესეთი ჯგუფები, როგორიცაა UNRWA, ნამდვილად არ სურთ ღაზის მცხოვრებლების წასვლა. მათ სურთ ისინი იქ დარჩნენ, როგორც ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ პაიკები. ამას არაერთხელ ნახეთ, მაგრამ ახლა მინდა გაეროზე გადავიდე. ისრაელმა ამ კვირაში გამოაცხადა, რომ აჩერებს ურთიერთობებს გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის ოფისთან, მას შემდეგ რაც ისრაელის სუბიექტები გაეროს შავ სიაში შეიყვანეს კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობის საკითხზე. ამას ვერ მოიგონებ, ალექს. დაუსაჯერებელია, რომ ისრაელის სექსუალური ძალადობის საკითხში იმავე კატეგორიაშია მოთავსებული როგორც ISIS, ჰამასი და მსოფლიოს ყველაზე ბარბაროსული ტერორისტული ორგანიზაციები. გაეროში ისრაელის ელჩმა დანი დანონმა განაცხადა, რომ ისრაელის მისია აღარ ექნება კონტაქტი გენერალური მდივნის ოფისთან, სანამ გუტერეში თავის პოზიციაზე დარჩება. დანონმა განაცხადა, რომ ეს მორალური სირცხვილია, რაც ამტკიცებს, რომ გაეროს ხელმძღვანელმა სულად დაკარგა სანდოობა. რაც ეხლა ვნახეთ, რა იყო ეს, 2 კვირაზე ნაკლებია, რაც ნიკ კრისტოფმა გამოაქვეყნა თავისი სტატია New York Times-ში, სადაც ამბობდა, რომ იცით, ისრაელი სექსუალურ ძალადობას ახორციელებდა პალესტინელ პატიმრებზე. თქვენ იქენებთ 14 ცხაროს, რომელთაგან ზოგი დაუდასტურებელია და ზოგი სამარცხვინოდ ცნობილი ისრაელის მოძულია. და ეს სტატია გამოქვეყნდა ზუსტად მაშინ, როცა ისრაელმა გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი ანგარიში, რომელიც მან წელიწადზე მეტ ხანს ამზადებდა 1000-ზე მეტი წყაროს გამოყენებით, დეტალურად აღწერს და დოკუმენტურად ადასტურებს ისრაელების წინააღმდეგ 7 ოქტომბერს და მძევლების მიმართ ჩადენილ სისტემურ სექსუალურ ძალადობას. ამიტომ ისინი უბრალოდ აბრუნებენ ყველაფერს და იპარავენ სათაურს. რაც თქმა უნდა. და აქაც გაერო აკეთებს მსგავს და ისრაელს ამატებს შავ სიაში ტერორისტულ ორგანიზაციებთან ერთად. აცხადებენ, რომ ისრაელი პალესტინელების მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენია. იცით რა არის აქ ირონიული? რამდენიმე წლის წინ შეგიძლიათ გადაამოწყვეტეს ინფორმაცია, იყო ანგარიში, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალებს რასისტულ არმიად მოიხსენიებდნენ, იმის გამო, რომ ჯარი არ აუპატიურებდა. ისრაელის თავდაცვის ძალების მამაკაცები პალესტინელ ქალებს არ აუპატიურებდნენ, ხო ასეა? და ეს იყო იმის ნიშანი, რომ ისინი რასისტები არიან. ანუ ხედავთ, ერთ მხრივ ამბობენ, რომ აუპატიურებ, მაშინ როცა ასე არ არის. და როცა აღიარებენ, რომ არ აუპატიურებ, ამბობენ, რომ არ აუპატიურებ, იმიტომ რომ რასისტი ხარ. ეხლა დანონის ეს ნაბიჯი მართლაც სიმბოლურია, რადგან ეხლა ჩვენ 2026 წლის ივნისის დასაწყისში ვართ. და გუტერეში მეორე ვადით, 5-წლიანი თანმიმდევრული ვადით, არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი და ის დატოვებს თანამდებობას დეკემბრის ბოლოს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ახალი გენერალური მდივანი ეყოლება. და დენი დანონმა თავის განცხადებაში თქვა, იცით, ჩვენ ვწყვეტ ნებისმიერ კონტაქტს გუტერეშის ოფისთან.
მაგრამ ისინი აღადგენენ გარკვეულ ურთიერთობებს ახალ გენერალურ მდივანთან, როდესაც ახალი დაინიშნება. და რა თქმა უნდა, ისრაელი იმედოვნებს, რომ უკეთეს საერთოდ. არ მინდა თქვა, რომ გენერალური მდივანი აუცილებლად პროისრაელური იქნება, მაგრამ იცით, როგორც ხდება ხოლმე ზოგი უარესია, ზოგი უფრო გონივრულია. ისეთები, ვისთანაც შეგიძლია ითანამშრომლო, ესაუბრო. როგორც ჩანს, დანონი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე გუტერეშთან უკვე ვეღარ ისაუბრებ. მაგრამ ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო დიდ კითხვას აჩენს. იცით, რას აკეთებს საერთოდ ისრაელი ჯერ კიდევ გაეროში? სერიოზულად. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც თითქოს სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ ისრაელის დელეგიტიმაცია მოახდინოს საერთაშორისო ასპარეზზე. ცხადია, რომ გაეროს მანდატი, რომელიც გაჩნდა საშინელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მას შემდეგ რაც ერების ლიგამ ვერ შეძლო ამ ომის თავიდან აცილება, უბრალოდ ვერაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღადგინოს ნდობა მსოფლიოში. თქვენ ხედავთ ამდენ ომს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, გაეროს თვალწინ. და ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ისრაელს უფრო მეტად გმობს, ვიდრე არამხოლოდ რომელიმე სხვა ქვეყანას მსოფლიოში, არამედ უფრო მეტად ვიდრე ყველა სხვა ქვეყანას ერთად აღებულს. გულისხმობ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ისრაელის მთავრობა, ისრაელის სახელმწიფო, მაგრამ უბრალოდ გაიარეთ აქ. ვიწვევ ნებისმიერ ადამიანს, გაიაროს აქ და უთხრას იმ ადამიანს, ვისთანაც ლაპარაკობს, რომ ეს ადგილი ირანზე უარესია, სუდანზე უარესია. და ეს ქვეყნები ხვდებიან ადამიანის უფლებათა კომიტეტებში, ქალთა კომიტეტებში. იცით, ირანი კომიტეტშია ჩასმული. იცით, ეს ქვეყნები ხვდებიან ბირთვული გაავრცელებლობის კომიტეტებში. იცით, ეს საშინელი ადამიანის უფლებების დამრღვევები ყველა მხრივ. და აქ გაერო ამბობს, რომ ისრაელი ყველაზე ცუცუდი ქვეყანაა მთელ მსოფლიოში. ანუ, მოდი რა დამასვენეთ, ეს სასაცილოა. ერთი დიდი ხუმრობაა, მაგრამ მინდა ნიუ-იორკს დაუბრუნდე, ალექს. რადგან როცა ხალხი ამას უყურებს, ალბათ ეს უკვე მომხდარი იქნება. მაგრამ დღეს მანჰეტენში ისრაელისადმი მიძღვნილი დღის აღლუმია, სადაც 10,000-ობით, შეიძლება 100,000-ობით ნიუ-იორკელი და ისრაელის მხარდამჭერი გამოდის ნიუ-იორკის ქუჩებში, რათა აჩვენონ მხარდაჭერა ისრაელის სახელმწიფოსადმი. წლების განმავლობაში პირველად ნიუ-იორკის მერი, ვფიქრობ, ეს საერთოდ პირველად ხდება. საერთოდ ნიუ-იორკის მერი იქ არ იქნება. ზორან მამდანი ბოიკოტს უცხადებს, შეიძლება ითქვას. ბოიკოტს უცხადებს ამ ღონისძიებას და საჯაროდ აცხადებს, რომ წელს აღლუმში არ მიიღებს მონაწილეობას. ამავე დროს ჯესიკა ტიში, ნიუ-იორკის პოლიციის კომისარი აცხადებს, რომ ის ნამდვილად დაესწრება ღონისძიებას. მოდით ვნახოთ ეს ვიდეო. გაქვთ რაიმე შეშფოთება იმის გამო, რომ მერი იქ არ იქნება? არა, ეს მერის გადაწყვეტილებაა, რომ არ მიიღოს მონაწილეობა და ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ სიამაყით მივიღო მონაწილეობა. მაშ, ალექს, ალბათ ეს არის ყველაზე დიდი ისრაელის მხარდამჭერი ღონისძიება ქვეყნის გარეთ, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ვიცი, როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი, სიამაყით მივიღე მონაწილეობა ისრაელის ტრის აღლუმში, ისრაელისადმი სალუტის აღლუმში და ეს ისევ გრძელდება. მაგრამ ნიუ-იორკის მერი არ გამოჩნდება ღონისძიებაზე. უბრალოდ საოცარია, რომ მივედით იმ წერტილამდე, სადაც ნიუ-იორკის მერი, ქალაქი, სადაც ისრაელის გარეთ ყველაზე მეტი ებრაელია მთელ მსოფლიოში. თქვენ საუბრობთ მაგალითად ბრუკლინსა და მანჰეტენს შორის. და თქვენ ყავთ ხალხი, რომლებიც ასევე მოდიან ნიუ-ჯერსიდან და სხვაგანაც, ქალაქის გარედან, მიმდებარე 3 შტატის ტერიტორიიდან, სადაც ალბათ 2 მილიონზე მეტი ებრაელია ამ ერთ კონცენტრირებულ 3 შტატიან რეგიონში. ეს არის ნომერ პირველი ღონისძიება, როგორც თქვენ თქვით. იცით, მე ამ აღლუმზე ბევრჯერ ყოფილ ვარ. მე არაერთხელ ვაშუქებდი პირდაპირ ეთერში იმ აღლუმსაც და ცენტრალ პარკში იმ კონცერტსაც, რომელიც იმ აღლუმის შემდეგ იმართებოდა. და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ებრაული საზოგადოებისათვის, რომ დაკავშირებულიყვნენ და სოლიდარობა გამოეხატათ ისრაელის სახელმწიფოსთან. მაგრამ ეხლა მივედით იმ წერტილამდე, რომ ამ ქალაქში, სადაც ებრაელების ყველაზე დიდი კონცენტრაცია მთელ მსოფლიოში, მერი ამბობს, რომ ისრაელის დღის აღლუმში მონაწილეობაც კი არ სურს. იცით, ეს ძალიან დიდი განცხადებაა. და ამავე დროს მერის ადმინისტრაციაშიც არსებობს ეს დაძაბულობა. რადგან ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლიციის კომისარი ჯესიკა ტიში, რომელიც ჯეიმს ტიშის ქალიშვილია, ის კი ნიუ-იორკის ებრაული ფედერაციების ყოფილი თავმჯდომარე იყო. და მგონი მთელ შეერთებულ შტატებშიც კი იცით, ის მოდის პრესკონფერენციაზე, დგას მამდანის გვერდით, აცვია დავითის ვარსკვლავის ხელსაბამი და ამბობს, რომ სიამაყით იარებს. მაგრამ გარდა იმისა, რომ სიამაყით იარებს, რაც კარგია და თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ისინი ამ წელს ამაღლებენ ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ,
უსაფრთხოების ზომებს ამ აღლუმისთვის, რომელიც გულწრფელად რომ ვთქვათ, შეიძლება დიდი სამიზნე გახდეს. მგონია, რომ წელს ამ აღლუმის გარშემო ბევრად უფრო მეტ პროტესტს ნახავთ. ეს მხოლოდ მერი არ არის, ვინც ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას, არამედ, როგორც ნახეთ, უნივერსიტეტების კამპუსებზე, კოლუმბიაში და სხვაგანაც, შეიძლება აღლუმის მარშრუტზე ბევრი პრო-პალესტინელი, პრო-ჰამასის აგიტატორი იყოს. და იმედი მაქვს, ეს აღლუმი უპრობლემოდ ყოველგვარი სერიოზული ინციდენტის გარეშე ჩაივლის. უსაფრთხოების ინციდენტის გარეშე. მაგრამ ანტისემიტიზმის მზარდი ტენდენციის ფონზე, როგორც არაძალადობრივი, ასევე ძალადობრივი ფორმით, ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ყველა ვინც დღეს ამ აღლუმზე მოვა, უსაფრთხოდ დარჩება. ეს არის ყველაზე დიდი პრო-ისრაელური ღონისძიება ისრაელის სახელმწიფოს გარეთ. ეხლა კი ვისაუბროთ ალბათ ყველაზე დიდ პრო-ისრაელურ ღონისძიებაზე ისრაელში. და ეს, რა თქმა უნდა, არის JNS-ის საერთაშორისო პოლიტიკის სამიტი, რომელიც სულ რამდენიმე კვირაში გაიმართება 21-დან 23 ივნისის ჩათვლით. აქ იერუსალიმში, ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელი ხალხის მარადიულ დედაქალაქში. კონფერენციის გარშემო ბევრი ღონისძიება, ტური, შაბათი, თავად კონფერენცია. მოდი ამაზე რამდენიმე წუთით ვისაუბროთ. სინამდვილეში ეს კონფერენცია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრო-ისრაელურ ღონისძიებად და სოლიდარობის ღონისძიებად იქცევა ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის, ასევე ისრაელის მხარდამჭერებს შორის მთელ მსოფლიოში. ეს საოცარია. მხოლოდ მეორე წელია, მაგრამ რამდენი ყურადღება მიიპყრო კონფერენციამ. თავდაპირველად აპრილში უნდა გამართულიყო კონფერენცია. ომის გამო გადაგვედო. თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია, მაგრამ კიდევ არის ბილეთები. ხალხს შეუძლია ეწვიოს jnssummit.org-ს, ან შეგიძლიათ ბმული მიიღოთ jns.org-ზე. იქაც ნახავთ. მაგრამ ისრაელელი პოლიტიკოსების შთამბეჭდავი სპექტრი, მათ შორის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი, რამდენიმე სხვა მინისტრი, მათ შორის დიასპორის საქმეთა მინისტრი ამიხაი შიკლი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრი გილა გამლიელი და კიდევ რამდენიმე სხვა. მინისტრთაგან ელი კოენი, როგორც მახსოვს, ენერგეტიკის პორტფელიდან, ავი დიხტერი, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრია. ასევე იქნებიან მრავალი ელჩი, მათ შორის იმედია ისრაელში აშშ-ის ელჩი მაიკ ჰაკაბი, ასევე აშშ-ის ადმინისტრაციის რამდენიმე წევრი ვიმედოვნებთ იქ იქნებიან, მათ შორის ისინი, ვინც ნამდვილად პასუხისგებელნი არიან შეერთებულ შტატებში ანტისემიტიზმის ზრდასთან გამკლავებაზე. მათ შორის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ანტისემიტიზმთან ბრძოლის საკითხებში იეჰუდა კაპლუნი. ასევე შესაძლოა ადმინისტრაციის სხვა წევრები იუსტიციის დეპარტამენტიდან, მათ შორის ჰარმი დილონი, ლეო ტერელი და სხვები. იქ შეიძლება იყვნენ სხვა სტუმრებიც, სხვა ქვეყნების დიპლომატები. ალექს რეიმონდი იქ იქნება. მე აქ ვიქნები, ჯონათან ტობინი, ჩვენი მთავარი რედაქტორი აქ იქნება, პირველი მე იქ ვიქნები. შენ აქ იქნები. გარდა ამისა, JNS-ის ყოფილი ვარსკვლავი, რომელიც ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრის საერთაშორისო საკითხების მრჩევლად დაინიშნა, და მას აქვს. ასევე მისი სახელი განიხილება როგორც ნიუ-იორკში გენერალური კონსულის პოტენციური კანდიდატი. კეროლინ გლიკი იქ იქნება და დამატებით სიტყვით გამოვა. მელანი ფილიპსიც, ასევე იქნებიან პარლამენტის წევრები, მათ შორის ევროპული ქვეყნების მაღალი რანგის მთავრობის წარმომადგენლები და ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლები. ასე რომ პოლიტიკოსების, დიპლომატების, პარლამენტის წევრების ნამდვილი სპექტრი იქნება წარმოდგენილი, ასევე სხვადასხვა სამართლებრივი ექსპერტები, რომლებიც ისრაელისთვის იბრძვიან მსოფლიოს სხვადასხვა სამართლებრივ ფორუმებში, ანტისემიტიზმთან მებრძოლები, ბევრი ჟურნალისტი და ასევე უამრავი სოციალური მედიის ინფლუენსერი. 2.5 დღის განმავლობაში 200-ზე მეტი მოხსენებელი იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ამ სპიკერებს შორის იქნება პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც გასულ წელს პირველ JIS სამიტზე სიტყვით გამოსვლა გააკეთა. პრემიერ-მინისტრი დასწრებაზეა მოწვეული. რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ პრემიერ-მინისტრი ბევრ გადაუდებელ სახელმწიფო საკითხს აგვარებს, ასე რომ იმედს ვიტოვებთ, რომ ის დაესწრება. მაგრამ ამას მაშინ გავიგებთ, როცა მოხდება, შესაძლოა ბოლო წუთამდე არ ვიცოდეთ, იქნება თუ არა ის იქ. ვიმედოვნებთ, რომ ის მოვა და ვიმედოვნებთ, რომ ყველა დანარჩენიც შემოგვიერთდება. მოგვეცი ბმული კიდევ ერთხელ, რომ დავრეგისტრირდეთ. შეგიძლიათ ეწვიოთ jnssummit.org-ს. გარდა ამისა, ბმულს იპოვით jns.org-ზეც. მეორე ყოველწლიური საერთაშორისო პოლიტიკის სამიტის მოლოდინში ვართ. ეს შესანიშნავი ღონისძიება იქნება, არ გამოტოვოთ. და ამით დასრულდა დღევანდელი იერუსალიმის წუთის გამოშვება. აქ JNS TV-ზე ჯოშ ეშტონი, JNS News-ის კორესპონდენტი, JNS-ის აღმასრულებელ დირექტორ ალექს პაიმანთან ერთად. დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთით, გამოგვიგზავნეთ super thanks. არ დაგავიწლეთ არხზე გამოწერა. ეწვიეთ JNS TV-ს შესანიშნავი კონტენტის სანახავად. ასევე ეწვიეთ jnss.org-ს, რომ მიიღოთ ყველა უახლესი ახალი ამბავი ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და მთელი ებრაული სამყაროდან. წარმატებულ კვირას გისურვებთ. შეხვედრამდე, მომო კვირას აქ Jerusalem Minute-ზე JNS TV-ზე.